მოგესალმებით. სალამი სულ ყველას. თოვლი გვიახლოვდება ამ ხალხს. პირველი თოვლი არის უკვე. მე მგონი ქვია მას პირველი თოვლი. ძალიან მაგარი თოვლია, ბეთანიაში მაგარი თოვლია, კახეთში გომბოზე მაგარი თოვლია, ისე რომ სამხედრიან მანქანებს არ უშვებენ. ჩვენ დედაქალაქს კი ქვია თბილისი. ამის პროგნოზი მიყავდა დიმიტრი ობოლაძეს. ჩემი შვილის შეძახილმა გამოვიდა. დედა მთა განახო, მოდი და ძალიან მიხარდა და ძალიან შორს ჩანდა მთა, სადაც იყო თეთრი ცოტა თოვლი. ეს ამის განაპირობებს. დღეს თოვლი იქნებოდა, იმ მომემზადეთ სათანადო თემებით, არა ნინო? ვიტამინები ნაკლები ვთქვა რომ შურს ყველას ვინც ახლა სახლში თბილად მოკალათებულია. მე ფაქტობრივად სახლში ვარ თბილად მოკალათებული. სახლში ვარ ხო. ტელევიზორებთან. ამიტომ ჩვენ შევეცდებით რომ ეს თქვენი კომფორტი კიდევ უფრო გავაკომფორტულოთ და საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ. აცივ და დიახ, და სიცივესთან ერთად ორგანიზმი უფრო მეტ რესურსს ხარჯავს და ვიტამინები აღარ ცხილია იმდენი, აღარც რაღაცა ბოსტნეულია ისეთი მრავალფეროვანი და იწყება ვიტამინების ნაკლებობა. ხო, არ ვიცი, თანამედროვე მედიცინა როგორ არის, მაგრამ ჩემ შორეულ ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო ეს დიაგნოზი, ასე ვთქვათ, თუ ტერმინი საერთოდ ავიტამინოზი. ეხლა მე მგონი ჰიპოვიტამინოზი ქვია და ყველა ბავშვს ჭირდებოდა, არ ჭირდებოდა ვიტამინების კომპლექსი აუცილებლად ეძლეოდა. პრობლემა არ არის. და ნებისმიერი დაავადების დროს იყო C ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების ნემსების კეთება და ასე შემდეგ. მოდით დაუძახოთ. უჭმელ ბავშვებს განსაკუთრებით. მე როგორი მჭაველი ვიყავი მოგეცეთ. და მინდა გითხრათ რომ ავიტამინები მხოლოდ ბავშვების პრობლემას არ არის. ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება შეხვდეს ეს დაბრკოლება. მოდით ექიმი თერაპევტი ხათუნა ლეჟავა შემოვიპატიჟოთ. და გავესაუბროთ აი ამ თემაზე. სალამი. გამარჯობა, გამარჯობა. მადლობა რომ გვეწიეთ. ხოთ? დაგდადით. ესე იგი, ავიტამინოსთან დაკავშირებით და ზამთრის სიცივესთან რაც მახსენდება, გადაფრთხნილი ნუნები, ესეთი გადაფრთხილილი და ცოტა ჩახეული ტუჩის ბოლოები და ჩემთვის ეს ასოცირდება ავიტამინოსთან და სწორედ აღვიქვა მე ამ ავიტამინოზის ვიზუალიზაციას. სწორედ აღვიქვა, მაგრამ არა მარტო დატეხილი ფრჩხილები, აქერცლილი კანი, უამრავი გართულება შეიძლება გქონდეს ავიტამინოზს, მაგრამ ჯერ ტერმინზე შევთანხმდეთ, რომ ავიტამინოზი ეს არის უარყოფა, ანუ ხანგრძლივად ვიტამინის არარსებობა, რომელიც საკმაოდ მძიმე დაავადება და ხშირად ლეტალურადაც მთავრდება, მაგრამ ავიტამინოზი დიაგნოზი ჰიპო არის ნაკლებობა. არის ნაკლებობა. ამიტომ გავრცელებული ხო, ავიტამინოზის ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინი ჰიპოვიტამინოზი. ადვილად ვიხმარობთ ძალიან რთულ სიტყვას, როგორც ჯობია ეს ვიხმაროთ, დავარქვათ სწორი. ანუ ის გადაფრთხნილი ყველაფერი და გადაშრელებული ცხელები და ნუნები არის ჰიპოვიტამინოზი. ხო, ზოგადად ვიტამინების ნაკლებობა. ვიტამინების ნაკლებობა. ქართული ხათუნა მე პირადად არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაცა საპირისპირო შეხედულებაც მაქვს წაკითხული. ცოტა ესეთი ორმაგი შეხედულება მაქვს ვიტამინების მიმართ. ასე როგორ მიყვარს ეს სიტყვა უპრაგუნოთ. ვიტამინების მიღება როგორც მაგალითად ჩემს ბავშვობაში იყო, ისევე როგორც ანტიბიოტიკი ოჯახის აფთიაქში იდო და ყველაფერზე იძლეოდნენ, მშობლები ასევე იყო ვიტამინები, ხო? გაკლდა, არ გაკლდა, უჭმელი იყავი უბრალოდ თუ ჩათვლიდა მშობელი რომ აეხლა წონა არ გიწონდა ისეთი ან ზამთარი მოვიდა განსაკუთრებით ზამთრის პირას ყველა ბავშვს ჭირდებოდა არ ჭირდებოდა ყიფავდა ვიტამინებით. ეს მეორე კარგი სიტყვაა დღეს უკვე. ვიტამინოზი. აბსოლუტურად გეთანხმებით. როგორ განსაზღვროთ ჭირდება თუ არა ადამიანს? ნამდვილად არ ღირს და არ შეიძლება, იმიტომ რომ ჰიპერვიტამინოზი საკმაოდ სერიოზული პრობლემებით გამოვლინდება. მოჭარბებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჰიპერვიტამინოზი საკვებით მიღებული ვიტამინებით არასოდეს არ ხდება. ხო, აი ეს ხდება მხოლოდ ტაბლეტირებული ფორმები, ვიტამინების ტაბლეტირებული ფორმები და რა საჭიროა გატაცება ტაბლეტებით, როდესაც შეიძლება საკვების სახით მივიღოთ უამრავი ვიტამინი. წვენი ხილი ის ასე შემდეგ, ხო? ხილი, ღრიძლი, ხორცი, ნუ ცილოვანში ხომ არის ვიტამინები, ამიტომ ის სეზონური ვიტამინი თუ ბოსტნეული უფრო სწორად და ხილი რაც არსებობს სეზონზე ის საკმარისია იმისთვის რომ არ არისებობდეს.
თუ სწორი კვება ხდება, თუ დაბალანსებულია კვება და ყველაფერი ცოტ-ცოტა შედის რაციონში, მაშინ აბსოლუტურად საჭირო არ არის ვიტამინების დამატება. მეორე პრობლემას ვაწყდებით, რომ ვთქვათ, რამდენი ღვიძლი, როცა ვიტამინებს ვამბობთ, აქ ალბათ მინერალებსაც გულისხმობ და რაც თქვენ თქვით, ხო, მაგრამ მეორე ღვიძლი აუცილებელია მინერალებიც. ღვიძლი ან რამდენი ხილი უნდა ვჭამოთ, ან ბროწეული და როდესაც ერთ პატარა აფში შეიძლება იყოს გაერთო და მეორე. რა სახით ნარჩუნდება, იმიტომ რომ ზოგი თერმული დამუშავებით არის ჩვენ, მაინდა-მაინც არ ვიცით, როგორი სახით უნდა ჩავიდეს ეს ვიტამინი ჩვენ ორგანიზმში, ისე რომ შეიცავოს სწორად და რასთან კომბინაცია. დამიძახე მოვალ სიამოვნების. კი, ვიცით ან მიყვარს. იცით რა შეასაქმე? საქმე იმაში, რომ ვიტამინები არის მიკრონუტრიენტები. ანუ მიკრო ძალიან მცირე რაოდენობით არის ორგანიზმისთვის საჭირო. თუმცა, აი ოდნავი გადაცდომებიც კი ჰიპერისკენ და ჰიპოსკენ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაგრამ რაოდენობრივად ჩვენ ბევრი არ ვჭირდება. ძალიან მცირე რაოდენობით არის საკმარისი ორგანიზმისთვის. ამიტომ ის მიღებული ხილი, რაღაცა განსაზღვრული რაოდენობის ხაჭო, ყველი, ან პურეულიც კი, რომელსაც ხშირად დიეტების დროს საერთოდ ამოიღებენ ხოლმე რაციონიდან, ვეგეტარიანობის დროს ცილოვანი პროდუქტი ამოღებული, ხორცეული ამოღებული რაციონიდან. ანუ თავში პრობლემა რა თქმა უნდა, იცით რა, უამრავი გამოვლინება, ვთქვათ, ბეჭდვის ვიტამინების დეფიციტის დროს ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება. აქ არის არ არის სავალდებულო, რომ ბერი-ბერიმდე მივიდეთ, ეს ბერი-ბერი ბეჭდვის ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც იწვევდა ფაქტიურად კიდურების დაამბლას და უჭირდათ სიარული და ბერი-ბერი დაარქვეს, იმიტომ რომ ბატკნებივით ბერი-ბერი არის ბატკანი და ბატკანივით დაბაკუნებდნენ, თითისტვერებზე დადიოდნენ და აქამდე მისვლა არ არის სავალდებულო, მაგრამ აი მცირედ ადვილად გაღიზიანებოდობა მაგალითად. გამოხატულებებზე საუბრობთ, როგორ მივხვდეთ მაშინ, თუ ასე არ არის საჭირო მაინც და მაინც რა გამოხატულებით მივხვდეთ, რომ არის რაღაცის ნაკლებობა ფაქტია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი სახე. დავიწყოთ სახით, რომ ამ ჰიპოვიტამინოზის დროს გამონაყარისკენ მიდრეკილება, კანის აქერცვლა, ტუჩის კუთხეების დახედქვა, კბილის გამოხეხვის დროს, აი უნიშნელო ზეწოლის დროსაც კი ჯაგრისის სისხლდენები გრძილიდან, ხო, ეს ძალიან ადვილად თმის ჩვენა, რა თქმა უნდა, ფრჩხილების მტრევადობა, ადვილად გაღიზიანება, კანის სიმშრალე აქერცვლა, ესეც დეფიციტია, გაღიზიანებადობა, ნევრიტები ნევრიტები რა არის? აი აქ ეხლა ფოტოები გადის თვალების ჩაწითლება გუგების და რა ეს რა არის? კონjunktивიტები, წითელი თვალები, აი ეს ავიტამინოზია? მე არ ვიცოდი. ეს როგორი სებორეული გამონაყარია. აი ეს ყველაფერი არ არის ცალ-ცალკე მიზეზები, ამის ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს რაღაცა ვიტამინის ან ერთი ვიტამინის ან ვიტამინთა ჯგუფის ნაკლებობა. სხვადასხვა გამოვლენა, კუჭნაწლავის დაავადებები, ყაბზობები, ან დიარეა. ესეც ვიტამინების ნაკლებობით არის. მე მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს და არა ერთადერთი ამ სიმპტომების. რა თქმა უნდა, თუ მან კი რწრე იკრება, იცით? აი, ვთქვათ, კუჭნაწლავის დაზიანება, კუჭნაწლავის დაავადებები იწვევენ ჰიპოვიტამინოზს, იმიტომ რომ კუჭნაწლავიდან აღარ ხდება სრულფასოვნად ვიტამინების ჯაჭვია. ანუ ეს სწორყვებასთან და ასე შემდეგ მივიდივართ, ხო ისე? და საკვების სწორად მომზადებამდეც მივდივართ. იცით, კულინარიული საიდუმლოებები არსებობს, რომელიც კარგმა დიასახლისმა აუცილებლად იცის. არის ცხიმში ხსნადი ვიტამინები, არის წყალში ხსნადი ვიტამინები. ცხიმში ხსნადი ვიტამინები, რომ კარგად შეიწოვოს ორგანიზმი, ისინი ცხიმში უნდა მომზადდეს. როგორი რეებია ეს ცხიმში ხსნადია, მაგალითად E ვიტამინი, K ვიტამინი, D ვიტამინი, აი თევზის ქონშია, ხო, D ვიტამინი. E ვიტამინის სტაფილოშია, მაგრამ ზეთში მოშუშული სტაფილო ჯობიან, ზეთი მოვასხათ, ვთქვათ, ესე რომ ორგანიზმმა უფრო ადვილად შეითვისოს. წყალში ხსნად ვიტამინებს უფრო მარტივად შეითვისებს ორგანიზმი, მაგრამ თერმული დამუშავება საკმაოდ აზიანებს ამ ვიტამინებს, ამიტომ უნდა ზუსტად ვიცოდეთ, რომ მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებს, ან საჭმელი საკვები, ისიც
კი აზიანებს. ის აზიანებს? ემალი იცავს და თავს სახურავი უნდა კონდეს თერმული დამუშავების დროს თავდახურული უნდა იყოს ესეც ჟანგბადის ზედმეტი რაოდენობაც აზიანებს ვიტამინებს. ხარშვაც რაღაც გარკვეული განწყობებით უნდა. რა თქმა უნდა, ასე რომ მოდი გითხარით. რამდენი ხანი იხარშეს ბოსტნეული დაუშვათ. თუნდაც არ ვიცი ბროკოლი რომ მიიღო, ანუ იყოს ის რაც ჩავიფიქრე ის ვიტამინები მომცეს. იცით რა შეასაქმე? ბროკოლი არ შემიძლია, მაგრამ სულ ვიყვებებ. უმი? ჯოგი ძალიან კარგია. მოხარშვა. იცით რა, მოხარშავთ, მაგრამ აი დიდხანს მალევე უნდა დამთავრდეს, მალევე უნდა მიირთვათ ეს ახლა ბოსტნეული განსაკუთრებით. მალევე ყველაზე ბანალური მას გეტყვით, ლიმნიანი ჩაი გაციების დროს თუ რაღაცა და აი დუღარე ქაფქაფაში ლიმონს რო ჩააგდები და გონიათ რომ C ვიტამინს ვღებულობთ, ხო არ ვღებულობთ არანაირ C ვიტამინს. აი პირდაპირ ჭამოთ, ანუ ლიმონი შესაბამისად რომ მივიდეს C ვიტამინი. რა თქმა უნდა ეს ვიყოლებით. ნატურალური სახით. როგორ გამოვიცნოთ? აი თქვენ თვითონ აღიარეთ რომ რაღაცა ვიტამინების გადაჭარბებული დოზირება მავნებელია. არსებობს რამე ანალიზი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დავადგინო დეფიციტი? საერთოდ არსებობს ანალიზი, ეს არის ქრომატოგრაფია, სითხოვანი ქრომატოგრაფია, უკრთულად ჟღერს და ძვირად ალბათ. ხო, საკმაოდ. რომელიც სისხლის ანალიზით კეთდება და დგინდება, კეთდება დიაგრამა. აი ამ ვიტამინების და მიკროელემენტების ეს ფერადი დიაგრამა კეთდება და სანძვირის სიამოვნებაა და ექიმი და პაციენტი ამ ფერადი დიაგრამის მიხედვით იცით რა ნაკლებად მაინც აი უფრო სიმპტომების მიხედვით უფრო მარტივია. ეს სიმპტომები იმდენად ხშირია და ძალიან ხშირია, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ზოგჯერ რაკაჩაი. ეს ხდება სეზონურად. სულ ტყდება მთელი სეზონი და მეკეთლება. სეზონურად ყველაზე პიკს აღწევს მაინც გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ხილი გამოფიტულია, ხილში უკვე აღარ არის ვიტამინები, მზის ხილები ზამთარში აღარ არის და მზის ხილების ультраისფერი ხილებით გამომშავდება D ვიტამინი. რომელიც აუცილებელია დოზირება ან რაღაცა კომპლექსი ვიტამინები და თუ არსებობს, რომ არც გადავამეტებ და უამრავი ვიტამინის კომპლექსი არსებობს, რომელიც საჭირო მომენტში უნდა მიიღოს ადამიანმა. ეს თერაპევტმა უნდა დანიშნოს, აი ვინ ერთვება ამ ყველაფრის მკურნალობაში და მე მაგალითად აი ეს სიმპტომები ხარას ჩამოვთვალეთ, ვერ მივხვდი რომელ ექიმთან უნდა მივიდე, დერმატოლოგთან უნდა მივიდე. ისთან უნდა მივიდე. აი ვიტამინებზე ორგანიზმის მოჭარბებული მოთხოვნილება და ჭარბი ხარჯვაც ვიტამინების ხდება გარკვეული დაავადებების დროს. იგივე ვირუსების დროს, აი გაზაფხულისკენ ჰიპოვიტამინოზი ვითარდება, იმიტომ რომ მთელი ზამთრის განმავლობაში ჩვენ გადავიტანთ სხვადასხვა ვირუსს და ეს ჩვენს ვიტამინების მარაგს თანდათან ამცირებს, ხო? პნევმონიები, კუჭნაწლავის დაავადებები. არის ვიტამინი, მაგალითად U ვიტამინი, რომელიც კუჭის წყლულების შეხორცებას უწყობს ხელს. აი ასეთ შემთხვევაში, როცა პაციენტი მიდის, არა მხოლოდ თერაპევტთან, მიდის ნევროპათოლოგთან, თავისი ნევროლოგიური ჩივილებით, ეს ნევროპათოლოგი ხვდება, რა ვიტამინი ესაჭიროება მის პაციენტს და ის დაუნიშნავს, თერაპევტი დაუნიშნავს, გასტროენტეროლოგი დაუნიშნავს. ანუ ყველა იცით რა ვთქვა, აი დერმატოლოგთან თუ მივხვდა კანის პრობლემები თუ გაქვს და ის გინიშნავს შესაბამის მკურნალობას. თუ ეს ვიტამინები არ შეივსე, ის უშედეგო იქნება, ხო? ალბათ. იცით, ის აუცილებლად საჭიროების შემთხვევაში ჩართავს მკურნალობაში განსაკუთრებით A ვიტამინს და E ვიტამინს, რომელიც სახის კანისთვის აუცილებელია. ეს მითია თუ რეალურად ვიტამინები ასუქებს, ანუ წონაში, ანუ რაღაც მივიღე და მადა მომიმატა და რაღაც არა მხოლოდ ამის გამო ძალიან ბევრი ერიდება, რომ მოიცა ხა ძლივ დავიკელი წონაში არ მომასუქებს ვიტამინები. ასუქებს ვიტამინების მიღება. თუ წავიდა გასუქების პროცესი, ესე იგი მაშინ მის ორგანიზმს ეს ვიტამინი არ ჭირდებოდა. აჰა, გასაგებია. გადახაცდა, არსებობს თუ არა რაღაცა მეთოდი ვიტამინების ამორჩევის, იმიტომ რომ ბაზარზე არის, მე კონკრეტულ დასახელებებს არ გთხოვთ რა თქმა უნდა, ბაზარზე არის უამრავი რაღაცა აუწერელი რაოდენობა ვიტამინების შემოსული. კომპლექსი არის, ყველა ერთად. ხო, კომპლექსია, ვიტამინები და მიკროელემენტები. ხო, როგორ ჯობს ავირჩიოთ? რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ცალკე ჯობია შევიძინოთ, თქვა თუ გვინდა კომპლექსი, რომ B ჯგუფის, A ჯგუფის, აი ჩვენ თვითონ ნუ ექიმის დანიშნულებით შევადგინოთ ის კომპლექსი, თუ კომპლექსური უკვე ვიტამინები რო არსებობს. აი როგორ ამოვირჩიოთ? იცით რაში არის კიდე ერთი ფაქტი, რომ თვითონ ვიტამინებით, აი ამ პოლივიტამინების ამბებში ისეა განაწილებული, რომ თვითონ ვიტამინებმა შეიძლება შეუშალონ ხელი ერთმანეთის მოქმედებას. ამიტომ ეს დოზები უნდა საკმაოდ ისე იყოს ფაქიზად იყოს შერჩეული და ამ პოლივიტამინებში ეს დაცულია. და თუ თქვენ რომ მეუბნებით ცალკეული ვიტამინი, აი თუ ვთქვათ ადამიანს იმ მომენტში სჭირდება რაღაც მეტი დოზით სხვა ვიტამინი, ექიმი იმას აუცილებლად დანიშნავს ცალკე. და მაგრამ აი როდესაც არის ასთენია, გამოფიტვა, გაზაფხულის სინდრომი, ჰიპოვიტამინოზი, ზამთარ გამოვლილი, დასუსტებული ორგანიზმი, აი იმ შემთხვევაში უკვე გამართლებულია პოლივიტამინებისა და დიახ მიკროელემენტები. აი ნებისმიერი გაციების გრიპის რაღაც ეს მარტივ დაავადების დროს C ვიტამინით ჭყიფვა რამე შედეგს იძლევა. ხო, იყო ერთი პერიოდი 70-იან წლებში გასული საუკუნის ძალიან აი მაგ დროინდელი გაკაცება იყო C ვიტამინით, მაგრამ ნუ კვლევებით დადასტურდა, რომ აი ესე ტაბლეტირებული, ანუ სინთეზური ფორმით ამ C ვიტამინის დამატებით მიღება გაციების პროცესზე არანაირად არ მოქმედებს. ჯობია ისევ ციტრუსი, ბულგარული წიწაკა, მჟავე კომპოსტურაში C ვიტამინი. უამრავი ჩვენ საქართველოში განებივრებულება ამ მწვანილით და ხილით, რომელიც გვიან ზამთრამდე შემორჩება. ხო და ახავართ ჩვენ ვიტამინების ნაკლებობას განვიხილავთ. ერთი კითხვა მაქვს არ განვიცდით. რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ კავშირში, თქვათ ადამიანის იმუნიტეტთან, მაგრამ მაინც მაინტერესებს აი ეს თქვათ ამ ვიტამინების კომპლექსის მიღება, რამდენად არის გარანტორი იმის, რომ იმუნიტეტი გარკვეულწილად მზად ხდება, თუნდაც იგივე იმ გაზაფხულს არ ვიცი თუ ზამთარს, როდესაც აქცივდება. გარანტიები ნაკლებად არ არა, რა თქმა უნდა, პირობითად. საკმაოდ კარგი იქნება, გაცვლით მაინც გააძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ვიტამინების ნაკლებობა იწვევს რა თქმა უნდა იმუნიტეტის დაქვეითებას და ნაკლებობასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი დღემდე მახსოვს ეს ეპიზოდი ჩემი წინასაუკუნეობრივი ბავშვობიდან. ძალიან პატარა ვიყავი და მომეწონა პატარა ყვითელი ბურთულები, კარგად ჩხარუნობდნენ და რამდენიმე წამი ჩავყლაპე და მახსოვს როგორ ვიგრძენი სულ ცოტა ხანში ძალიან დიდი სიმხურვალე ერთ საინტერესო ადგილას. მართლა? ხო. და ნუ გადავჭი ამიცი დამთავრდა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა იყო მხოლოდ C ვიტამინის დრაჟე და არც ისე ბევრი. მაინდა-მაინც კამფეტები არ მიყვარდა და ცოტა დრაჟე მივიღე. მე უფრო ცუდი ისტორია. თქვა ცუდი არ იქნებოდა ზოგადად. ბატონო, ყავას გვიტუღებს და დიდი მადლობა რა აღნიშნეთ. მე უფრო ცუდი ისტორია მაქვს სამწუხაროდ, ესეთი ყვითელი ტაბლეტი ასევე ერთი ცალი, რაღაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და შემდეგ მესამე დღეს რო გამეღვიძა ну, მიხვდნენ რომ ეს იყო წნევის წამალი, რომელიც ამიღეგეძინა ვარ. სამწუხაროდ, ასე რომ ძალიან ყურადღებით მინდა იყოს ყველა მედიკამენტებთან დაკავშირებული. უმრავლეს შემთხვევაში საბავშვო ვიტამინები არის სხვადასხვა ფორმის და ძალიან მომხიბლავია, ფერადებია, ცხოველების ფორმები აქვს, გემრიელია ძალიან და ბავშვებს ხშირად ძალიან ზედმეტი შეიძლება მოუვიდეთ და ამიტომ გავხილდეთ. კალციის მიცემა ხოლმე, ხო? აი ეს ცოტა რაღაც, აი ოფლიანობს ბავშვი რაღაც ამობერე ეს კალციის ნაკლებობისგან არის გამოწეული. და ამიტომ თვითონ შეავსება ხოლმე მშობლები და მე ვიცი რომ საკმაოდ არ შეიძლება, რა თქმა უნდა, კალციუმი აუცილებელი მინერალია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, ბავშვებისთვისაც, მაგრამ ამისი ასე თვითნებურად მიცემა ექიმის გარეშე ნამდვილად არ შეიძლება. ადრე აძლევდნენ რახიტი აქო ბავშვს, ამბობდნენ და გატაცებული იყვნენ კალციუმით, მაგრამ ჯობია ხანძრივი მზეზე სეირნობა, სუფთა ჰაერი, სწორი კვება ისევ და გასმევდნენ კოლზე. იცით რა არის, ეხლა საკმაოდ მიღებულია და ეს დადასტურებულია, რომ თევზის კონში არის D ვიტამინი, რომელიც
საკმაოდ მნიშვნელოვანია ძვლების ფუნქციონირებისათვისაც და ასე რომ თევზი ჩავანაცვლებთ მე კიდე საპირისპირო ვიცი რომ ვერასოდეს ეხა ახალი ტენდენცია თუ შეიძლება ასე ითქვას თქვენ არ ვიცი როგორ უყურებთ ამას რომ ანუ საკმაოდ დიდ ასაკამდე D ვიტამინი უნდა ვაძლევთ ბავშვს ყოველდღიურად იმიტომ რომ იმდენი საათის განმავლობაში მზეზე ვერ იქნება რომ მიიღოს ის სასურველი რაოდენობა და ამიტომ 3 წლამდეც კი თუ არ ვცდები უკვე ყოველდღიური 2 წლამდე ზუსტად ვიცი რომ ყოველდღიური არა იცით ნაკლებად ვიცემა არ იქნება ცუდი საქართველოში არ არის ეს მზის დეფიციტი იცით შეიძლება ჩრდილოეთის ქვეყნებში სადაც მზის დეფიციტია იყოს ეს პრობლემა მაგრამ ჩვენთან ბავშვები მზეზეაც არიან თუ ოჯახში ხდება თუ ეს არ არის დაბალი სოციალურ-ეკონომიური ფენა რომელსაც სიდუხჭირის გამო ხო მაგრამ ნუ ზოგისთვისაც ალბათ არ არის მაგრამ ერთი შეკითხვაც უნდა დავასრულოთ არსებობს დაავადებები რომლის დროსაც აბსოლუტურად აკრძალულია ნებისმიერი ვიტამინების მიღება და დამატება თუ არ ვცდები მე ვიცი ერთ-ერთი ეს დაავადება მაგალითად რაღაცა ფორმის სიმსივნეების დროს არ შეიძლება არის თუ არა კიდევ ეს ძალიან მოკლედ რო გითხრათ იცით რა არის გეთანხმებით და ეს დამტკიცებულია კიდევაც რომ სიმსივნეების დროს სინთეზური ვიტამინების მიღება არ არის საჭირო. საკვების სახით ნებისმიერი ვიტამინის მიღება საჭიროა და საკმარისია აბსოლუტურად. დამატება სინთეზურის არ არის საჭირო. მოვაწესრიგოთ კვება. სრულფასოვანი კვება. სასუსნავებიც კი ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ შოკოლადში E ვიტამინია მაგალითად. ხილეულში არის A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, ამიტომ ხანდახან სუსნაობაც ძალიან სასარგებლოა და ხანდახან აუდიტორიის სიტყვა იყო ხანდახან. სუსნაობა. დიახ, ზომიერად. ძალიან დიდი მადლობა. ხარ კონტროლ ვისუსნაო. ზოგადად ძალიან საინტერესო სტუმრები და ვისაუბრებთ სილამაზეზე და სიცივეზე.